რა ხდება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, აქ პასუხი არის ერთადერთი, ეს არის შეკვეთილი პოლიტიკური შურისძიება ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რომელიც მან დაანონსა ჯერ კიდე საპარლამენტო არჩევნების წინ და ახლა მოდის ეს სისრულეში ამ ჩორჩანას საქმის, ეგრეთ წოდებული საქმის, ესე ვიტყოდი, შეკერვით. და მე მართალი გითხრათ, არ დაგიმალავთ ჩემ პირად წუხილს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქცევიან ყოფილი მაღალჩინოსნების საუბარი მაქვს სუსის ხელმძღვანელზე, ყოფილ ხელმძღვანელზე, ყოფილ მინისტრებზე, დაზვერვის ხელმძღვანელზე და სხვა მაღალჩინოსნებზე, მაშინდელზე საუბარი 2019 წლის მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ერთ-ერთში, ერთხმაში მღერიან და აძლევენ ერთ და იგივე ცრუ ჩვენებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ და აი მე არ მოვერიდები ამ სიტყვას კაცუნებივით იქცევიან მაშინ, როდესაც ერთმა ცალკე აღებულმა ქალმა, მაია ცხიტიშვილმა აბსოლუტურად გადაწონა ეს ათობით ადამიანი და მე არ მიკვირს, რომ მაია ცხიტიშვილი არის ერთადერთი გამონაკლისი, რომელმაც განსხვავებული მე არ მოვერიდები იმას, რომ ჩვენ არა მარტო ცრუ ჩვენებების მიცემა გვაქვს სახეზე მათ მიერ, არამედ ჩვენ გვაქვს დანაშაულთა ერთობლიობა. მაგალითად ისეთი როგორიც არის, რომ აი ხა როცა თქვენ გეუბნებათ საგამოძიებო ორგანოს ეუბნება უпростоრად ყოფილი მინისტრები, სუსის ხელმძღვანელი, დაზვერვის ხელმძღვანელი, რომ მათ არაფერი არ იცოდნენ და ტელევიზიით გაიგეს ეს ყველაფერი, ეს იცით რას ნიშნავს? ეს ნიშნავს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენას შესაძლოა რამოდენიმე მუხს. სამოხელეო დანაშაულს. ეს შეიძლება იყოს გულგრილობა, შეიძლება იყოს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც გამოეპარათ ის, რაც გამოეპარათ, თუ კი დავიჯერებთ, რომ სრული სიმართლეა ინფორმაცია იმის თავაზე, რომ არ იცოდნენ საგუშაგოს ჩადენის შესახებ. ჩვენი ინფორმაციით და საზოგადოებას ეს არ ეშლება ძალიან კარგად იცის, რომ ისინი არიან მოწყვლადები. ივანიშვილმა თავის დროზე მიუგდო რაღაცა ლორის ნაჭრის პატარა ნამცეცი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ოცნება კორუფციაზე დგას, აი ეს დაახლოებული ადამიანები დგას ამ კორუფციაზე და ამ კორუფციის გამო ისინი არიან მოწყვლადები და შესაბამისად, როგორც უნდა ივანიშვილი მერე ისე ხმარობს ამათ, ეს იქნება ცრუ ჩვენებების მიცემა, ეს იქნება თვალის დახუჭვა იმაზე, რომ მათ ჩაიდინეს სამოხელეო დანაშაული ამ ცრუჩვენების მიცემით და ხვალდაზე, როდესაც აუცილებლად გვეყოლება ჩვენ თავისუფალი და დამოუკიდებელი მოსამართლეები, დამოუკიდებელი პროკურორები, მათ მოუწევთ სისხლის სამართლებრივი წესით, ამაზე პასუხისგება, ზუსტად იმაზე მოუწევთ პასუხისგება, რასაც ახლა გახარიას უპირებენ თითქოს 15 წლიანი მუხლით ციხეში გაშვებას. ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი, ეს არის ზუსტად ქვეყნის ინტერესების ღალატი პირადი გამორჩენის და გამო. და ახლა ჩვენ რო შევხედოთ უფრო დიდ სურათში ამას ყველაფერს. ეს მოცემულობაა, რომ ოცნება დგას, ეს ოცნების რეჟიმი კორუფციაზე და შავ სალაროზე და შავ ფულზე. ესენი არიან პატარა მოთამაშეები, რომლებსაც ივანიშვილი იყენებს და ამ ჩვენებებს აძლევიებს ფაქტობრივად თავის წინააღმდეგ, მაგრამ გარდა ამისა შევხედოთ ჩვენ მეზობლებს, რა ხდება რეგიონში ლელა. სომხეთი და აზერბაიჯანი, როდესაც ჩვენ ერთი წლის წინ ეს საერთოდ არ წარმოგვედგინა, სწრაფი ნაბიჯებით მიწევენ დასავლეთისკენ. ისინი თავისუფლებიან ფაქტობრივად რუსული გავლენებისგან და ამ დროს რა ხდება ჩვენთან ხდება ის, რომ ივანიშვილი, რომელიც თავის საკუთარი ფულის გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს, ქვეყნის ინტერესებს და ქვეყნის ორიენტაციას, რაც განსაზღვრულია კონსტიტუციის 78 მუხლით, ანაცვალებს ამას ყველაფერს და ერთადერთი დასაყრდენი ხდება ფაქტობრივად რუსული გავლენების სამაში კავკასიაში და ეს მარტო ქართული ინტერესების წინააღმდეგ თამაშს კი არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იგივე აზერბაიჯანის, იგივე სომხეთის, იგივე თურქეთის და სხვა ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ თამაშს რუსეთის სასარგებლოდ. შენ როდესაც შენი ფულის და შენი რეჟიმის შენარჩუნებისთვის აკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს შეინარჩუნო და დანარჩენი არაფერი არ გაინტერესებს, ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგეკითხება. როგორც არაერთს მოეკითხა თავის დროზე